ბრალდებას ნიშნავს. აჭარის კონტროლის პალატას ახალი ხელმძღვანელი ყავს ამ პოსტზე დღეს სულხან ჯორთმენაძე დაამტკიცეს ის 2008 წლამდე აჭარის ეკონომიკის მინისტრის მოადგილედ მუშაობდა. ჯორთმენაძემ კონტროლის პალატის თავმჯდომარის პოსტზე ლევან კიკნაველიძე შეცვალა, მან თანამდებობა საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა. სულხან ჯორთმენაძე ახალ თანამდებობაზე საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარემ ლევან ბეჟაშვილმა წარადგინა. პერიოდში სახელმწიფოს მიერ აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში განხორციელებული დიდი მნიშვნელოვანი სახელმწიფო ინვესტიციების ფონზე არსებითი არის, რომ აჭარაში მოქმედებდეს ისეთი გამართული სტრუქტურა კონტროლის პალატის სახით, რომელიც უზრუნველყოფს დახარჯული სახელმწიფო სახსრების, საბიუჯეტო სახსრების ხარჯვის მიზნობრიობას, ეკონომიურობას. მთავარი მიზანი იქნება საჯარო ფინანსების მართვის გაუმჯობესება რეგიონის მოსახლეობის სასიკეთოდ, აგრეთვე აჭარის კონტროლის პალატაში ძირითადი საქმიანობის განხორციელება და თანამედროვე აუდიტორული მომსახურების დანერგვა, რაც დაფუძნებული იქნება ძირითადი პრინციპებზე, რასაც პროფესიონალიზმი, დამოუკიდებლობა და ობიექტურობა ქვია.